როგორ იცვლება სქესი რეინკარნაციების დროს? არ არსებობს 7-ზე მეტი და 3-ზე ნაკლები ინკარნაცია ერთნაირი სქესით. სქესის შეცვლისას შესაძლოა ჰომოსექსუალიზმი. ხშირად ვლინდება უშვილობაც. მკვლელი ან თავისუფლებს მსხვერპლს კარმისგან. ქურდი თავის თავზე იღებს ვალებს. გადასვლა მოქმედებების შედეგად ხდება. კარმის ნაყოფი 7 ინკარნაციამდე მწიფდება. ადამიანმა შესაძლოა დაარღვიოს კანონი პირველივე ინკარნაციაში. შედეგი კი 7-ში მიიღოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ნაყოფი მომწიფდა, დიდი თუ პატარა. როგორ გამოვისყიდოთ ცოდვა, თუ ვეხმარებით, ანუ გადავარჩენთ სხვას, შესაძლოა ჩვენთანაც მოვიდეს დახმარება საფრთხის მომენტებში. კატასტროფა უბედური შემთხვევები მეტყველებენ იმაზე, რომ მკვლელობის კარმა უკვე მთავრდება. ცხოველების მოკლა გამოსაკვებად არ წარმოადგენს ცოდვას. ჩვენ მაცებს ზრუნავთ, კვებავთ. ეს ჰარმონიაა სამყაროში და კანონი არ ერღვევა, მაგრამ ნადირობა გართობის მიზნით კანონის დარღვევაა და მასზე პასუხისგება გვიწევს. თუ ადამიანი ვინმეს იცავს ომისგან, ძალადობისგან და ამასთან ერთად მოკლა უწევს, კარმა რბილდება. მაგრამ ყველანაირი მკვლელობა ქმნის კარმას. თუ ადამიანმა მოკლა, თვითონაც მოკლული იქნება. არსებობს გამოსყიდვის მექანიზმიც. თუ დავეხმარებით სხვებს, ჩვენც დაგვეხმარებიან. მაგრამ საფრთხე მაინც იქნება. წარსულის მტრები ყოველთვის ჩვენთან არიან ცოდვების გამოსყიდვისთვის. გამოსყიდვის ერთ-ერთი ვარიანტია ადამიანის მტრები მისი ახლობლებია. ყველაზე მთავარი მტერი მეუღლე და ნათესავები არიან. ამიტომაც ხდება ყველაზე მეტი მკვლელობა მეუღლეებს შორის. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.